მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უნდა გადავიღოთ საქართველო-ბულგარეთის მატჩი. დარწმუნებული ვარ დღეს ბიჭებს ყველაფერს იზავე რომ მოვიგოთ და 3 ქულა ავიღოთ. რა თქმა უნდა დეტალურად განახებთ ყველაფერს, თხოვნა იქნება, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწეროთ, გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, იმიტომ რაც ბევრი ლაიქი ექნება, მე უფრო ბევრი ნახავს ამ ვლოგს. და დაწერეთ კომენტარები. დაეხმართ ახსოვ გამიმთავრდეს. დავიწყეთ. გულშემატკივრები გამოვკითხოთ, რას ფიქრობენ დღეს გოლს ვინ გაიტანს და რა ანგარიშით მორჩება მატჩი. კაი, აბა შენ გადავიდე. გაიტანს კვარაცხელია და მიქაუტაძე. აჰა, ყველას ფიქრობ. მე მგონია რომ მიქაუტაძე გაიტანს. მე მგონია რომ 3-1 მოვიგებთ. კვარას დუბლი და ქოჩურას ერთი საჯარიმის გარედან გოლი. დავითაშვილი. მიქაუტაძე. 3-0 უეჭველი, იმიტომ რომ გოლი არ უნდა გაუშვათ და რავი, ალბათ გაიტანს ზუკა, მაგარხოძეა. კვარაც შეაგდებს და ჟორჟმა უნდა გატეხოს ნავსი თურქეთთან ძალიან ჩაკარგული იყო და მართებს რომ თავისი დაამტკიცოს. თან ახალი კლუბი, ახალი შემართება. მიქაუტაძეს მაგრაწყურია, გოლი უნდა გაიტანოს, მით უმეტეს ცოტა აჭრილია, ეხლა ვილიარეალში გადავიდა, ცოტა დასალაგებელია, მაგრამ გოლით ყველაფერს გადალახავს აბსოლუტურად, თან წინა თამაში ცოტა ჩააგდო, მაგრამ მგონია რომ ჟორჟი შეაგდებს. ბუდუ თუ გამოიყვანა, ბუდუც შეაგდებს უეჭველი და ერთ გოლს კვარა ბულგარეთის კაპიტნის ამპლუაში დაუბაბანებს უეჭველი რა. ეგრე მგონია. შეიძლება ერთი გაგვიტანონ, მაინც უშვებ რა, ჩვენ რაღაც ახალგაზრდა მცველების ხარჯზე შეიძლება ერთი გაგვიძვრეს, მაგრამ მოგებას წყალი არ გაუვა რა. უეჭველი 3-ს ვიტანთ მინიმუმ, 3 არის მინიმუმი. ჩემი აზრით თამაში დასრულდება ჩვენი ქართველების გამარჯვებით და ბულგარეთი ჩემი აზრით მარტივი მოსაგერიებელი უნდა იყოს და ჩემი აზრით მიქაუტაძე გაიტანს გოლს და ვარაუდობ რომ 2-1 დამთავრდება თამაში. ჩემი აზრით 3-1 და მიქაუტაძე 2-ს გაიტანს. გამარჯობა, შემადგენლობაში ცვლილებებს ველოდები, იქნება ალბათ რაღაცა გარკვეული ცვლილებები, ლოგიკურად წინა შეხვედრიდან გამომდინარე და შემდეგ უკვე კომენტარებით არ ამგონია რომ ბოლომდე კმაყოფილი იყოს და ეს იყო რაღაცა მინიშნებები შემადგენლობებზე 2-3 ფეხბურთელი იქნება შეცვლილი, მე დარწმუნებული ვარ. ალბათ დაცვის ფლანგებით და ალბათ საყრდენის პოზიციაზე. ხა კონკრეტული სახელები რო არ დავასახელო, ესე იქნება ალბათ და თამაში რაც შეეხება, ალბათ უფრო განსხვავებული იქნება. განსხვავებული თურქეთისგან, თურქეთთან პირველი რაც ყველაზე ცუდად მე თვალში მომხვდა პირველი ეს იყო ზედმეტი ღელვა, ზედმეტი ნერვიულობა, არ ვიცი რის გამო იყო, რატომ მოხდა ესეთი, არც პირველი იყო და მით უმეტეს იმ გამოსულ ბიჭებს მსგავსი ალბათ არაფერი არ უნდა მოსვლოდა და ეს ალბათ აღარ იქნება ამ შეხვედრაში, თუმცა ერთი ისიც არის რომ ეხლა წნეხიც ძალიან დიდია, ყველა ელოდება გამარჯვებას და ყველა ელოდება დამაჯერებელ გამარჯვებას და მაინც მჯერა რომ ბიჭები გადალახავენ ამას და დღევანდელ შეხვედრაში მოიგებენ დამაჯერებლად და არა მხოლოდ ის რომ 3 ქულა ჩაიწერონ. მეგობრებო, თამაშამდე არის დარჩენილი 1 საათი, მოდი განახოთ რა მდგომარეობა ეხლა სტადიონზე. მეგობრებო, შემოგვიდგება დაიდო. არ დაგიმალავ, ძალიან გამიკვირდა რომ კაში არ არის. რაც გამიხარდა, კვარაცხელი არის კაპიტანი. მე შემოგვიდგება მომწონს, უბრალოდ კაშია რომ არ არის, ძალიან გამიკვირდა. მეტი არაფერი დანარჩენის, ყველაფერი მომწონს ძალიან. ბიჭებო უნდა მოვიგოთ, დიდი ანგარიში უნდა მოვიგოთ. არ მოიგონო! ვაიმე! მე 4 წუთზე მავარდამ რა გადაგვარჩინა. მამარდა სასწაული მეტარია.
და ვაიმე! კაია, კარგად დავიწყეთ ეგრე რა, მიდით. ვაიმე! და მე ერთ წუთზე კაი მომენტი იყო, კარგად შევიდა კვარა. და მანახე გოლ! ეგა 29 წუთზე შევაგდეთ, არავ გაიტანა. ეგა რა კლასი მაინც ხო არის. დაუტოვე და ვაგენაცვალე და ვაიმე! ეს უკვე სხვა დონეა. ეს უკვე სხვა დონეა მომწონს. კაია რა, კაი ასწორებს. ესეთ ფეხბურთი ასწორებს. აუ რა კაი მომენტი იყო რა პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გვინდა რა უეჭველი ერთი გოლი გვინდა რა წნარად აუ გენაცვალა და გაგნო აბარა ხოშიანი გოლი გაიტანა. გაგნო! მეგობრებო, ეხლა იცი როგორ ვარ, აი ფეხბურთით რომ кайფობ რა. აი ეგ მომენტი არის ძალიან კარგი ფეხბურთი თამაშობ და ძალიან მაგარი პირველი ტაიმი გამოვიდა. ეხლა არის 55 წუთი. 2-0 ვიგებთ. მეგობრებო, პირველ ტაიმი მორჩა, ვიგებთ 2-0-ს. პარაცხელიამ და გაგნიძემ გაიტანეს გოლები. ველოდებ მეორე ტაიმში კიდევ რამოდენიმე გოლს და რა თქმა უნდა დედავთ განაგებთ ყველაფერს და თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო. წავიდა და ველოდები კიდევ 2 გოლს მინიმუმ. ამ კადრის გადაღება სულ მიყვარდა, მოდი განახოთ რა სილამაზეა. მიდი! თამაშგარია მიხაუტაძეს გოლი მინდოდა ეხლა ძალიან მაგრად. ეგა ჩაითვალა გოლი, ჩაითვალა. 3-0, 3. მიხაუტაძეს გოლი მინდოდა ძალიან და გაიტანა. ეგა ასწორებს, აი ესეთ ფეხბურთი ასწორებს. ეგა მორჩა მატჩი 3-0 მოვიგეთ.
პირველ რიგში ალბათ იმით დავიწყოთ, რომ ძალიან კარგი ფეხბურთია ჩვენი ჩემი აზრით, რაც დაგავალა ვილიმ ყველაფერი გავაკეთეთ თითქმის და უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, შეიძლება ის 5 წუთი პირველი შემოგვიტიეს და ერთი ძალიან მაგარი მომენტი მამარმა გადაგვარჩინა, ეგ იყო ერთადერთი ალბათ ჩემი აზრით ჩვენი შეცდომა დიდი. დანარჩენი რავი ძალიან მაყოფილები ვართ, ჩემი აზრით რაც დაგავალა ყველაფერი გავაკეთეთ და ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ეს საქართველოს დღეა რა. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ესეთი კაპიტანი გყავს გუნდში, მაგრამ დღეს მომიწია მე რომ ყოფილი კაპიტანი, ძალიან ბედნიერი ვარ, გზნობ პასუხისმგებლობას და ჩემი აზრით ყველაფერმა კარგად ჩაიარა და რავი, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მომიწია რომ დღეს გუნდი მოვიდა. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ალბათ რეალს ვერ წარმოვიდგენთ თუ ერთ დღეს ეროვნული ნაკრების კაპიტანი შეიძლება ყოფილიყავი და ძალიან ბედნიერი ვარ, ერთ-ერთი ოცნება იყო ჩემი აზრით და რა ვიცი. გულშემატკივრებს როგორც ყოველთვის მადლობას გადავუხდით, დიდი მადლობა მათ, რადგან არ გაჩერებულან მთელი ამ დროის განმავლობაში არც ამინც შეუშლია ხელი და არაფერს მათთვის და დიდ ენერგიას მაძლევენ მე პირადად როცა ჩამოვიდივარ ნაკრებში და მათთვის ვთამაშობ თამაშებს. ბედნიერი ვარ გამარჯვებით და კარგი გულშემატკივრად შევინახეთ მართლით. ყველაზე კარგი ისაა, რომ წაგებული თამაშს ვერ მოვახერხეთ და კონცენტრირდით შემდეგ თამაშს. ესეთი თამაშები არ არის მარტივი ზოგადად. ესეთი გუნდები სახში რო ელოდები რომ მარტივად მოუგებ, მან შეიძლება დაუშვო შესწომა და მოახდინეთ მობილიზაცია და გავიმარჯვეთ რითიც ბედნიერია. გულშემატკივრებს ანუ წარმოუდგენელია, მეც მიჭირდა თამაში ისეთი ზუდი ამინდი იყო, მაგრამ სტადიონს რო უყურებდი, ორმაგი და სამმაგი ენერგიით ვივსებოდი, ამ ხალხს რო ხედავდი და ძალიან დიდი მადლობა და პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ულოცავ საკალათბურთო გუნდს გამარჯვებას. ეს ქართველების დღე იყო და დავიმსახურეთ ეს დღე ჩემი აზრით და მადლობა. მეგობრებო, მორჩი გადაღებას ძალიან მაგარი დღე გამოვიდა, 3-0 მოვიგეთ. რაც თავარია ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ და ტექნიკური ფეხბურთი ვითამაშეთ. და მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველა გულშემატკივარს, რომ ესეთ ამინჩი, ესეთ ძალიან მაგარ წვიმაში, რომ ბოლომდე დარჩნენ მაჩზე. რავი, მეტი რა გითხრათ, დაწერეთ კომენტარებში თქვენ. და თხოვნა იქნება, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერო, გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო და დაწეროთ კომენტარები. დროებით.